მოთხრობის მთავარი გმირი იოძო ობა გარეგნულად ერთი ჩვეულებრივი მხიარული ახალგაზრდა კაცია, რომლის შიგნით დამფრთხალი ბიჭუნა იმალება. მრავალი თავგანწირული მცდელობის მიუხედავად ის ვერაფრით პოულობს თავშესაფარს ადამიანებს შორის და უსასრულო მარტოობის განცდით იტანჯება. ნიღბის ახსარებასა და აღარ ვივარგებ ადამიანად, აი ამ ორ წიგნს შორის ძალიან დიდ მსგავსებას ვნახულობ. ორივე თითქოს გვესაუბრება იმის შესახებ, რამდენად ვიმალებით ადამიანები ნიღბებს უკან, ვმალავთ ჩვენს თავებს მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურები და ჩვეულებრივები გამოვჩნდეთ საზოგადოებაში, ვერ გებით სოციალურ ნორმებს და ჩვენს სურვილებს უარყოფთ. ოქროს ტაძარი არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, რომელიც კიოტოში მოხდა, ახალგაზრდა ბერმა თავისი ხელით გადაწვა ბუდისტური ტაძარი. იმდენად ობსესიური დამოკიდებულება უჩნდება ამ ტაძრის მიმართ და ისეთი სილამაზე არის მის თვალში, ანუ მას სილამაზი რო არაფერი არ არსებობს, აი ეს ობსესია სწორედ იწვევს სიძულვილს ბოლოს. ამ სილამაზეს სხვა ვეღარავინ დაინახავს.